მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, როგორ გიკითხოთ, როგორ ბრძანდებით. როგორც ხედავთ, არაჩვეულებრივი ამინდი იყო ამ დღეს თქვენ იმიტომ ვამბობ, რომ ეს არ არის დღევანდელი დღე, როცა ამას ვამონტაჟებ. თქვენ ნახეთ, რომ ორი დღე ჩემს არხზე ვიდეო არ დადებულა. რა თქმა უნდა ვიღებდი, მაგრამ ვერ ვდებდი, იმიტომ რომ ვერ შევკარი, ვერ დავაგვირგვინე ერთი ვლოგი, რომ დამედო, დამაკლდა თემები, დამაკლდა იდეები, ამიტომ ძალიან პატარა გამოვიდო და სულ რაღაც 9 წუთიანი მასალა მქონდა, ამიტომ არა, ეგ არ არის ვლოგი. ამიტომ ველოდებოდი ცოტა მასალა რომ დამგროვებოდა, თუმცა ვეცდები რომ ესეთი შემთხვევები იშვიათი იყოს, როცა 1 და 2 დღე არ დაიდო ვიდეო არხზე ვლოგი. ჩვენ წავედით ამ დღეს პარკში. ეს პარკი ჩემი სახელიდან რამოდენიმე ქუჩის დაბლა. არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ და ძალიან დიდხანს ვიყავით იქ. აქ ვიყავი წასული ჩემს ახალ ნაცნობთან ერთად, ქართველ გოგონასთან ერთად, რომელიც ჩემს გვერდზე კორპუსში ცხოვრობს და ჩვენი შვილები ერთ სკოლაში დადიან. ესეთი ბედნიერი ვიყავი. მოკლედ 3 საათი დაახლოებით დავყავით იქ. უზომოდ მოწონს ხოლმე ლიზას საქანელოზე ქანაობა, ძალიან კარგად იქცეოდა და ძალიან მოეწონა გარესივრცე. შემდეგ გადავწყვიტეთ სუშის გაკეთება, მაგრამ ვერ მოვასწარით. შეშლილივით გამოვიყურებ ხო ესია. მაგრამ უკვე საღამოა. დღეს არ გადამიღია თქვენთვის არაფერი. სახლში ვიყავი და ისე ვიყავი რა, გადასაღები რო არაფერი არ იყო, ხო ხვდებით. ხო და უკვე საღამოა და 9 საათი გახდება სადაცაა. უნდა ვაბანაო ახლა და მოვაწესრიგო და დავაძინო. ვცდილობ ლიზას ვასწავლო დარწევის გარეშე ჩაძინება. აქამდე დღემდე ვარწევდი ჩვეულებრივად ლოგინში და ისე ვაძინებდი. და დღეიდან გადავწყვიტე, რომ დარწევის გარეშე ვასწავლო დაძინება, იმიტომ რომ მინდა რომ ამ ზაფხულში გადავიყვანო ლილეს ოთახში და ეს იყოს დების ოთახი და მინდა რომ რომ გადავიყვან უკვე თვით ჩაძინება იცოდეს დამოუკიდებლად არანაირი წევით და არაფრით. მინდა რომ იცოდეს მანამდე მაქვს სადღაც 2 თვე ნახევარი დრო და წლის დრო გახდება უკვე გადავიყვან ლილესთან ოთახში, ამიტომ მზად უნდა იყოს უკვე იმ დროისთვის რა. ნახოთ რამდენ ხანში გამომივა, თუ გამომივა, იმედი მაქვს რომ გამომივა. და იქნება ძალიან კარგი. მისთვისაც, ჩვენთვისაც, ყველასთვის. რა შვებიდე? ეგეთი ამბები ჩემო ძვირფასებო. გუშინ სუში უნდა გაგვიკეთებინა მე და სოსოს და ვეღარ გავაკეთეთ, იმიტომ რომ ძალიან გვიანი იყო. დღეს გავაკეთე, მაგრამ გავაკეთე ქოლში, გოგოებთან ერთად. ვლოგში არა, იმიტომ რომ ვერ გადავიღებდი რა კარგად, რომ უნდა ისე. იმიტომ ვლოგში არა, თუმცა ვლოგშიც აუცილებლად გავაკეთებ. მანამდე კი ვიზუალურად განახებთ, როგორ გამოიყურება. თუ დაგაინტერესებთ პროცესი, აუცილებლად მითხარით, მომწერეთ და გავაკეთებ თქვენთან ერთად. მარტო ბრინჯით რომ არის, ეგეთიც მინდოდა, მაგრამ ლილემ შეჭამა მოხარული ბრინჯი. თან სოსოსაც დიდად არ უყვარს და ცოტა მქონდა ბრინჯი რა. ამიტომ შემდეგისთვის ცოტა ბევრს მოხარშავ ბრინჯს, ისე რომ ლილესაც ეყოს, ფილადელფია როლსაც ეყოს და ნორითაც გავაკეთო შევძლო. ასე რომ თუ დაგაინტერესებთ, შემოგთავაზებთ მსგავს ვიდეოს სუშისას, როგორ ვაკეთებ სუშის. მარტივესია, ჩემი აზრით მგონია რომ ყველას გამოუვა. ამიტომ გადავიყოთ სამომავლოდ. ეხლა წავედით ვაბანაო ლიზა სანამ ლიზა რაღა იყო ლილე სანამ ლიზას ძინავს. ეს არის უკვე დღევანდელი დღე 18 მაისი ორშაბათი და მე და ლიზა მივდივართ რა თქმა უნდა როგორც ყოველ დღე ლილეს გამოსაყვანად.
ისეთი სიცხე იყო ადამიანებო, აი ისეთი სიცხე იყო, რომ მე არ ვიცი დღეს რო ესეთი სიცხე იყო 18 მაისს აგვისტოში რა იქნება. გიჟდები ამ ქუდზე და ამ ბავშვზე. ვისი ხარ შვილო შენ? შენი ვისი ხარ დედა? მაგალი გოგო ხარ შენ ძალი. ველოდებოდით და აი ეს სკოლის ეზო როგორც ყოველთვის ვაჩერებთ ხოლმე სკოლის მერე ბავშვებს. შემდეგ გავიარეთ ტარგეტში და $35, რაც უკვე ნახეთ თქვენ გარეკანის ფოტოზე ეწერა, $35 შევიძინე არაჩვეულებრივი ტანსაცმელი ლილესთვის და რა თქმა უნდა ლიზასთვის. ეს ბავშვი ქარსიტში აღარ ჩერდება. ყველაფერს აკეთებს ჯდომის გარდა ამ ქარსიტში გიждდება, დადის, დარბის, მუცელზე წვება, ყველაფერს აკეთებს, უბრალოდ კამრებია დასაგრძელებელი ცოტა რომ დავაბა ხოლმე, თორე ნუ უკვე всё, აქამდე თუ იჯდა წყნარად, ეხლა აღარ ჯდება. არაჩვეულებრივი კაბაშორტები იყო ესენი, მაგრამ ნუ სამწუხაროდ ლილეს ზომები არ იყო. იყო მხოლოდ 5 წელზე, 5 წელზე ლილეს პატარა აქვს. ნუ აღარ აქვს ისე და ცოტა დიდად ფართოდ მინდა რომ ქონოდა და არ იყო 6-7 წელზე. სამწუხაროდ არ იყო, თუმცა რაც იყო და რაც ავარჩიე, ისინიც ძალიან კარგი იყო. ეს ყველაფერი ახლა იქ პატარაზე ჩანს, აი $10, ხო? $10 ღირს აი ეს კაბა შორტები. არაჩვეულებრივი, სხვადასხვა დიზაინით, ეს პეპლები აინც $10 ღირს, იქეთ იზოლიანებიც $10 ღირს. აქეთ ვარდისფერები დევს კიდე არ ვიცი, შეიძლება ავიღო, ისიც აღარ მახსოვს, ხო ავიღებ. ისინიც $10 ღირს, აი სტილოსია, ბამბის უბრალოდ ძალიან კარგი იყო, მაგრამ ზედმეტად ფართო იყო. აი ნახეთ რამ ხელა ბარძაყის ადგილები, რამ სიფართი აქვს და ნუ არ იმავს ქენი რა, არ ავიღე. ძალიან ბევრი ვათვალიერე რა. ის გოგონაც ჩემთან იყო, ის ქართველი გოგონაც ის თავის შვილებისთვის ათვალიერებდა. ნუ აქცია იყო და რატომაც არა, ხშირად მოვდივართ, როცა აქცია, მოვდივარ ხოლმე მეც პირადად, როცა აქცია. ძალიან ბევრი ვათვალიერე. ესენი ყველა იყო კაბა შორტები, მაგრამ ნუ რა ვიცი, ასაკი იყო ძალიან ისეთი რა. შეზღუდული. ამიტომაც იყო ალბათ აქცია. კიდევ ერთხელ სალამი ჩემო ძვირფასებო, როგორ ხართ? მოკლედ ეს ვლოგი, აი ძალიან ალბათ ცოტა თემებიდან თემებში ხდება, მაგრამ ისე მოეწყო ეს დღეები, რომ თქვენ ალბათ იფიქრებთ, რომ ზოგიერთმა იფიქრეთ ალბათ, რომ აი დაეზარა, ვეღარ რაღაცა, ხო, არ გადაუღია, არა, ვიღებდი სულ. თმები მაქვს გიჟივით. ესე იგი ვერ ვიტან, აი არასდროს არ დაიწუწუნოთ, ვისაც სქელი თმა გაქვთ. იმიტომ რომ სქელთმა სულ აქვს მოცულობა. ჩემსაც მე-23 დღეს უკვე მოცულობა აღარ აქვს. აი ესე საშინლად ჯდება, როგორც ახლა. ხო და სულ ვიღებდი, მაგრამ საბოლოო ჯამში ვერ შევკარი, ვერ დავაგვირგვინე, რომ დამედო. თუმცა გუშინ ლაივის კომპენსაცია ჩავთე ლაივით. გავაკეთე კომპენსაცია, რომ არ დამედია ვლოგი. ვინც იყავით ხო კარგი, ვინც არ იყავით, გააქტიურეთ ძალისღილაკი, რომ შემდეგში იყოთ. ეხლა კიდე განახებთ, ტარგეტში შევუძინე ლიზას და ლილეს $5 და ერთ-ერთში მივეცი $10 თუ რაღაცა ზაფხულისთვის რაღაცეები. ეს კაბა ლილეს შევუძინე $10. ვინც აქ ხართ, შევუძინე ტარგეტში. შუქსავანდება, უკეთესად გამოჩნდება. ვინც აქ ხართ, გეტყვით, რომ შევუძინე ტარგეტში $10, ჯიბეებიც აქვს. აი ესე. ახატია ესეთი მარწყვები და გამოიყურება ეს. შვენიერი სარაფანა, ყოველდღიურად ძალიან კარგი. ასევე ლილეს შევუძინე კიდევ ტილოს შორტი. ეს იყო ესეც დაახლოებით თუ არის, ან $8 ღირდა, ან $10, აღარ მახსოვს, აქ არ წერია. მოყურეთ რა კარგი წელი აქვს, აი ეს რა კარგი ჭრილი აქვს. ტილოსი, ფარფატა, საზაფხულო, ლამაზი შორტი. ესე სკოლაშიც ჩაიცმევს და სამერ სკულში უნდა იაროს, როგორც იცით. ზაფხულის სკოლაში უნდა იაროს ლილე.
ეხლა ივნისში დაითხოვენ და 1 ივლისიდან გააგრძელებს სიარულს 13 აგვისტომდე. ასე რომ დაგჭირდება ზაფხულის ტანსაცმელების სკოლისთვის ცოტა გასასვლელი. $5 მივეცი ამაში. ეს არის ლიზასი. ესეთი ბოდე. აქ აქვს ესეთი კნოპკები, ღილაკები. ესეთი თლიანი ბოდე. ძალიან კარგი ნაჭერია. გამოიყურება. ჩემი გოგოჩუნას. ისა, ასევე ლიზას ვუყიდე. ისევ და ისევ ესეთი ბოდე, იმიტომ რომ ვისაც პატარა ყავს, დამეთანხმებით, რომ ბოდეზე კომფორტული ჩასაცმელი ამას აქში არ არსებობს უბრალოდ. აი ხა ცალ-ცალკე ჯინსიც აქვს, ჯინსი არა სტრეიჯი შარვლები აქვს, მაიკაც აქვს 1-2 ცალი, მაგრამ ბოდეს რო ხმარობს ბავშვი, ხო, დედისთვისაც და ბავშვისთვისაც ძალიან კომფორტულია ბოდე მთლიანი. ესეთია ესეც, ნახეთ, რა საყვარელი იქნება, ხო წარმოგიდგენია თამაში. ესეთი ის არის და ახატია კიბურჩხალა. ეს კიბურჩხალა არის ესე ბარხატივით. ესეც ესეთი საყვარელი. და ასევე ისევ და ისევ ლიზას უბრალოდ ესეც ღირდა $5. აი ესეც რა თქმა უნდა ბოდე. აი ესეთი. ეხლა თქვენ მითხარით პროსტა საქართველოში თუ შეუძენთ ბავშვს 3 ცალ აი ესეც გადასარევ ბოდეებს $15. ანუ არის ეგეთი ახლები, მეორადებზე არ მაქვს ლაპარაკი. ახლებს თუ შეუძენთ საქართველოში, აი ესეც კარგებს $15, იმიტომ რომ მე ამ 3 ცალში $15 გადავიხადე. ამიტომ ჯამში ჩავაცმევ რა, სკოლის დღეებს შევუვსებ. 5 დღე რო სხვადასხვანაირი ეწვას, მაგის საშუალებას იძლევა ლილეს გარდირობი ორშაბათიდან პარასკევამდე რო მქონდეს გამოსაცვლელი. ხო და ლიზასაც ასევე. ეს აქ 3 ცალი ხა რაც უყიდე, ეგ აქ ლიზას და ალბათ 1-2 ცალი აქ კიდე, ანუ არა აქ რა ამ ზომაზე ესე მთლიანი ბოდეები გასასვლელი. ასეთ შემოძვირფასებო ჯამში, ესე იგი ეს ყველაფერი 15, ეს ვთქვათ, არ ვიცი რო აღედა თუ 10, მაგრამ 10 ვთქვათ. 25 და $35 დამიჯდა, აი ეს ყველაფერი, $35, ხო? სად ახლა ერთში რო გადამეხადა ამდენი და სად 5 ნაჭერში. ესენი უნდა გავრეცხო და მე ესე ჩავაცვა ბავშვებს. სიცხე მაგიჟებს, არ შემიძლია სიცხე. საქმე მაქვს მილიონი, მაგრამ არ ვფიქრობ ჯერ მაგაზე. იატაკი საშინაო მდგომარეობაში მაქვს, მტვერსასრუტი გამიფუჭდა, მაგრამ $100-იანმა მტვერსასრუტმა წელიწადზე მეტი გაძროდა, რას ველოდები ახლა როდემდე იმუშავებდა. ხო და გამიფუჭდა, ამიტომ არა და ძალიან ჭირდება რა, ესეთ მომენტებში ბავშვი ახლა რო ხოხავს, კომფორტულია, ჩართე უცებ და იმასქენი მიკრო იმებსაც კი ისრუტავს. ამიტომ მაქვს შესაძენი ეგეც და იმას ვიზავ, რა ქვია, იმედი მაქვს ახლა მომავალში შევიძე. ხო, წავედი ახლა დაგემშვიდობებით ამ ეტაპზე და თუ რამე სათქმელი და საჩვენებელი მექნება, ისევ ჩაგერთვებით ჩემო ძვირფას. მიდი რა დემაცივაში წყალი შედე რა რამოდენიმე ბოთლი, 1-2 ცალი ან 3 ბოთლი. 2 ან 3. 3. 3 შედე. შენდა სინ ლუგული გუგუღალ. იდაიდია, თუ დავაჟოთ. ჩვენ გვაქვს თამაშის დრო. ოიდი. სინხალე მაგალი მოდული გოგო. სინხალე მაგალი ნაკესებიანი გოგო. ბავშვებო ეხლა არის 11:09 ზუსტად. ლიზა დავაძინე სადღაც 9 საათი 40 წუთის წინ. ჩემი თმები არ შეიმჩნიოთ, დედები, ვინ შეიმჩნიათ გეხვეწები, ყველა დედა მიყურებთ. ყველა დედა ხართ სითქმის, ვინც მიყურებთ, ვინც არ ხართ, წინასწარ გეცოდინებათ.
როგორ პირობებში ცხოვრობთ დედები. ეს არის ურთულესი სამსახური. უხელფასო. ასე რომ ვინც არ ხართ ჯერ დედა, დაახლოებით ესეთი რუტინა აქვს დედას პირველი მინიმუმ 1 წელი. როცა დააძინებთ ბავშვს, ეგ მომენტი თუ დადგება, როცა ბავშვი დაიძინეთ, შემდეგ ყოველთვის ფიქრობ, დგება ესეთი დილემა. დავიძინო თუ ჭურჭელი დავრეცხო, ზარეცხე დავრეცხო, იატაკი მოწმინდო, გარდირობი დავალაგო, ვანა გავხეხო, სარკეები დავწმინდო, მაცივარი დავალაგო, სათამაშოები ავკრიფო, თუ დავიძინო. აი ამ ორი არჩევანის ეს უნდა კონდეს რა. უნდა გააკეთო არჩევანი ამ ორ შორის. ჭკვიანი და საღად მოაზროვნე დედა და ქალი. რა თქმა უნდა აირჩევს ძილს, მაგრამ ფსიქოპატი, ნერვოზიანი და არაადეკვატური ქალი აირჩევს მეორე 1000-ს. დალაგებას, მოწესრიგებას, ჭურჭელს, რასაც ახლა მე ვაკეთებ, ხო? გეუბნებით თუ არის 11:09 და მე იმის მაგივრად რომ წავიდე დავწვე. არა. ეხლა სიმართლე გითხრათ, კიდე დავტოვებდი, მაგრამ თქვენ როგორც გითხარით, ლილეს ტარება გადავწყვიტე მე. შეიძლება თქვათ ეხლა რომ საქმეები ისედაც არ ყოფნისო, კიდე რომ იმატებო, მაგრამ თავარი ოქროს წესია ჩემი ორგზის დედობის გამოცდილებიდან, რომ რაც უფრო მეტად ჩაიკეტებით სახლში, მით უფრო მეტად გარეკავთ. დამინჯერეთ, მართლა ესია დამინჯერეთ. მეუბნებით. თუ არა და კომენტარებში დამიწერეთ, ვინ მეთანხმებით და ვინ არ მეთანხმებით. არ მგონია არ მეთანხმებოდეს ვინმე, ვინც დედა, მაგრამ გთხოვთ რომ დამიწეროთ თქვენი აზრი. მე საკუთარ თავზე გამოვცადე. მე აქ ბევრ ამას არ ვყვები, რეალურად რა პრობლემებიც მაქვს. მენტალური გულისხმობ და არა მატერიალურს. მატერიალური რომ აქ ეს ყველა კარგად ვიცით. მენტალურზე არ ვსაუბრობ ღრმად, მაგრამ დამიჯერეთ სიტყვაზე მენდეთ, რომ ცუდი მდგომარეობა მაქვს. ასე რომ მივხვდი, რომ პირიქით უნდა ვეძებო მიზეზები, რომ გავიდე გარეთ და ერთ-ერთი ესეთი მიზეზი არის ლილეს დილითაც სკოლაში წაყვანა. შუადღისას ისედაც მე გამომყავს, იმედია წყლისხმა ძალიან არ გესმით, თუ გესმით და არა უშავს, დიდი ბოდიში, მაგრამ თან უნდა ვისაუბრო. თან ჭურჭელი უნდა გავრეცხო თქვენთან ერთად და მე მგონი ძალიან საინტერესო თემას გამიხილა. ეს თემები იქნება, რა თქმა უნდა, უფრო მომავალი დედებისთვის საინტერესო, თორე ეხლა ვინც არის დედა, იმათ უკვე დაღეჭილია. ხო. როცა თხოვდები, კიდე რა სწავლობ, იცი? სწავლობ იმას, რომ ჭურჭელი ჯერ უნდა გაქაფო და უკანი უნდა დაკეტო ამ დროს, რომ არ დაიხარჯოს წყალი, იმიტომ რომ ყველაფერს ვიხდი. ამიტომ ჯერ ვქაფავ ჭურჭელს. მე ვახსნი ონკანს და ვავლებ. YouTube-ზე რატო გადავწყვიტე ახლა ეს ყოველდღიური ვლოგები, ყველა იცით, მაგრამ კიდევ გამოვუტები ისევ და ისევ ჩემი მენტალური მდგომარეობის გამო. რომ დავაკავო ტვინი საქმით. და არა ყოველდღიური საქმით, ხო? ესეც ყოველდღიური ხდება, მაგრამ ეს არის როგორი, იცით, აქ ყველა ვლოგზე სხვადასხვაებული კომენტარები იწერება. ზოგ შეიძლება რაღაც საინტერესო კითხვა გაუჩნდეს და ამაზე დამატებით ვიდეო ჩავწერო. ზოგი თავის გამოცდილებას მიზიარებს. ამა თუ იმ საკითხზე, ხო? სხვადასხვა, ანუ დრომი აქვს და ფიქრი ჭირდება, როგორ დავამონტაჟო, როგორი კადრი გადავიღო. ნუ მე არ მიყვარს, იცით თქვენ კარგად, რომ არ მიყვარს აი ესე პროსტა ჩავთო
და აქ ლიჟბი დრო დავწერო 40 წუთია, 50 წუთია, значит ფულს დაწერს. всё, აბა კარგად იყავით. აი ეგეთი ვლოგები, ნუ არ არის. ან ძალიან იცი რა არის, ან ძალიან გრძნობს მაყურებელი, რომ შენ სულ ფეხებზე კიდია. ბალიათი შაური. ხო? დამოკიდებული ხარ და შენ ინტერესია მხოლოდ და მხოლოდ ის შემოსავალი, რაც ის ვიდეო დაწერს. და ეგ არის ჩემთვის მიუღებელი. ეგ არ არის შრომა. ეგ საერთოდ არ არის შრომა. მასე დაждები და ჩაწერ, ხო? უბრალოდ ხო და მე მიყვარს ვლოგი, რომელზეც არის ასე თუ ისე ნამუშევარი. ასე თუ ისე მრავალფეროვანი. თორსა რაღაცას აკეთებ, რაღაცას ხო, აი რაღაცით ხო უნდა დაინტერესო ადამიანი, ხო? ყოველთვის ფიქრობ წინასწარ, ეხლა ვიღაცისთვის შეიძლება იყოს რა, ეგ რომ იცი რა, შენ რა ქვია, შეიძლება თქვათ, რომ ჩემი მაყურებელი ამას არ იტყვის, მაგრამ შეიძლება ადამიანმა თქვას, რომ ეგ რა, ანუ გვაჩვენებო რა თავს, რომ რაღაცა ნამდვილს იმას არ გვაჩვენებო შენ ცხოვრებასო, მაგრამ როგორ არ გაჩვენებ? უბრალოდ ამ ნამდვილს ისე გაჩვენებთ, რომ საინტერესო იყოს. საინტერესო რომ იყოს, ისე გაჩვენებთ რა. ხო ხდებით. ხო და ამ ყველაფერს სჭირდება ფიქრი, დრო და მიზეზები, გამუდმებით ვინც მუშაობს ვლოგზე და ვინც გამუდმებით პოდკასტის სტილში არ წერს ვიდეოებს, ხო ხდებით, უბრალოდ ლაპარაკობენ. ვინც მუშაობს ვლოგზე, ისინი 24/7-ზე ფიქრობენ რა ჩაწეროს, რა გადაიღოს, რაზე ისაუბროს, რა აჩვენოს და ასე შემდეგ. ხო, იმიტომ რომ ერთხელ ჩაქთავს ადამიანი, შეხედავს რომ რაღაცა ოკეი. მეორედ ჩართავს, ვა, ეს გუშინაც იყო, კაცო, გუშინაც ესე არ იყო, გუშინაც ესე საუბრობდა, გუშინაც ამ გარემოში იყო. მესამედ ან ჩაქთავს, ან არა. თუ ჩაქთავს და დარწმუნდება, უბრალოდ რომ მეოთხედ აღარ უნდა ჩაქთოს. ამიტომ მე მინდა რომ ჩემი მაყურებლის უმრავლესობა ელოდებოდეს ჩემ ვლოგს იმ ხიბლით და იმ ისეთი მოლოდინი კონდეს, რომ ლიკა დღეს რაღაც ახალ სიტუაციაში აღმოჩნდება, ლიკა დღეს რაღაც საინტერესოს მოგვიყვება, ხო ხდებით ან მინდა რომ ელოდებოდეთ და ის მოლოდინი არ გქონდეთ, რომ აი უმრავლესობა ნახე რა რასაკეთებს სათაურების მიხედვითაც თავენ ვიდეოს, რამდენად ესეთ დრამატულ ან ესეთ ყვითელს დააწერა, ხო ხდებით. განა არ შემიძლია ეგეთი რაღაცების ვაკეთო, რომ სათაური დავაწერო რაღაცა საოცრება და ჩართოთ ვიდეო და არ ვაფშე კავშირში არ იყოს იმ სათაურთან ის ვიდეო. შესაძლებელია, მაგრამ ეგ შეიძლება გაგივიდეს ერთხელ, ორჯერ, მეორედ აღარ გენდობა. მეორედ აღარ ჩართავს. ნუ მოკლედ, ამ ყველაფერს ეს ხელწამოსაკრავი საქმე არ არის. ნამდვილად. ხელწამოსაკრავი საქმე არ არის ეს საქმე და ამ ხელა აუდიტორია რო გიყურებს, ამდენაირი განსხვავებული აზრია. ამდენაირი განსხვავებული შეხედულება, გემოვნება, ყველასთვის ის ვერ იქნები. ზოგს უყვარხარ და იმიტომ გიყურებს. ზოგი გიყურებს იმიტომ რომ რაღაცა დასაცინი აღმოაჩინოს, რაღაცა ყველა ინდივიდუალური ხედვით გიყურებს მიზეზით. ასე რომ მოკლედ მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მიყურებთ სიყვარულით, ინტერესით და არა იმით რომ რაღაცაზე გამომეკიდოთ, რაღაც სიტყვაზე, რაღაც ქცევაზე და ასე შემდეგ. დავუბრუნდეთ ახლა დედობის თემას. რამდენადაც სასიამოვნო კი არა, ეს სიტყვა ძალიან ცოტაა იმ რეალობისაც აღწერად, რასაც დედები განვიცდით, რამხელა ბედნიერებას განვიცდით, ხო? ამას უფრო ვლაპარაკობთ არა გოგოებისთვის. რამდენადაც სასიამოვნოა გოგოებო დედობა, იმდენად რთული და ზოგჯერ გგონია რომ შეუძლებელიც. კარგი დედა ყველასთვის სხვადასხვა რამ არის რა. ჩემთვის კარგი დედა ესეთია, ვიღაცისთვის კარგი დედა სხვანაირია, ვიღაცისთვის სხვანაირი. ხო ხდებით, ძალიან ინდივიდუალურია და ერთი წესი და ერთი დანიშნულება და ერთი აღწერილობა არ აქვს. ყველასთვის სხვა რაღაცაში მოიაზრება კარგი დედა.
მე ვთვლიყო, მე არასდროს არ ჩამითვლია, ჩემი ვინც მიცნობს, ჩემი მეგობრების ყველა დამეთანხმება, რომ არასდროს არ მithქვამს, რომ მე ვარ კარგი დედა. ყოველთვის ვარ უკმაყოფილო ჩემი დედობით. ყოველთვის მგონია, რომ ლიზას არა, ლიზასთან მართლა ბოლომდე ვარ და ლიზას არა, მაგრამ ლილესთან სანამ ლიზა დაიბადებოდა, მანამდეც ეგრე ვიყავი, რომ ქონდა განიცდა, რომ საკმარის დროს არ ვატარებდი ლილესთან, საკმარისად არ ვეთამაშებოდი, საკმარისად არ ველაპარაკებოდი და ასე შემდეგ. ეს დანაშაულის გრძნობა გაწუხებს მუდმივად. მე მაქვს ახლა საუბარი დედებზე და არა უბრალოდ შვილებს ვაჩვენენ, ეგეთ ქალებზე არ მაქვს საუბარი, დედებზე მაქვს საუბარი. ნამდვილ დედას ყოველთვის აქვს განცდა, დანაშაულის განცდა საკუთარ შვილთან, რომ რამე ხوار დავაკელი, უფრო უკეთესად ხوار უნდა გამეკეთებინა, რაღაცა მე მგონი აი სულ ეძებს შენს თავში რაღაცა ნაკლს, რომ არა, შენ ეს არ გამოგივიდა კარგად, შენ ეს დააკელი, შენ ეს შემდეგში უკეთესად გააკეთე. ეს ერთი, ჩემი გამოცდილებით საუბრობ, ყველა შეიძლება ასე არ ფიქროს. შენს თავს აღარ ეკუთვნე. ყველანაირ გაგებით გულისხმობ. არიან გმირი დედები, მართლა სუპერ ვუმენები, რომლებიც ვარჯიშობენ კიდეც. კენგურუთ იყავთ ბავშვი აკიდებული, დარბიან, დილით რაღაცა გადიან გარეთ, სეირნობენ, ყავას სვავენ. მაშობია უკვე შუა დღისასაც ბავშვთან ერთად კიდევ გადიან. მაკიაჟს იკეთებენ, მსუბუქს მაინც. სულ წესრიგში არიან, არაჩვეულებრივი მეუღლეები არიან. თუ უფროსი შვილები ყავთ, იმათთვისაც ძალიან კრებებზე დადიან სკოლაში, ღონისძიებებს არ ტოვებენ. ძალიან პროდუქტიულები არიან მათ შვილებთან. ეგეთი დედა მე არა ვარ. აი ეგეთ დედებს, რომლებიც აი ამ ყველაფერს აკეთებენ. ყველგან რომ არიან და ბავშვებთან ერთად რო დადიან ყველგან და არაფერს არ აკლდებიან და აი რავი რა, ვარჯიშობენ, კინოშიც მიდიან, რესტორანშიც მიდიან. ყველაფერს აკეთებენ, მუშაობენ. ესეთი დედები ხართ მართლა განსაკუთრებული დედები. ოღონდ მუშაობენ და ბავშვ ტელეფონი უკავია და იმით ლენჩდება არა, გინაცვალე. ცოტა რაღაც ისეთი მეთოდები რო გვაქვს მოფიქრებული, რომ სანამ თქვენ მუშაობთ, სახლიდან ან გარეთ, სახლის გარეთ, ბავშვიც რო იყოს პროდუქტიულად დაკავებული და არა ეკრანით. ანუ ბევრ რამეს კი არა, ძალიან ბევრს აკეთებენ რა, ანუ არც შევედრები ეგეთ ქალებს. მე მაგ ყველაფერს ვერ ვასწრებ. გარემოებაც უნდა გიწყობდეს თქო, ხელს სულ ვამბობ, მაინც. აქაც უნდა იყოს ცოტა დალაგებული. გაწონასწორებული. ცხოვრებაც უნდა გქონდეს ცოტა ოდნავ მაინც მყარი და სტაბილური. რომ ეგ ყველაფერი თან შეძლო. ქმართან ცოლქმრული ურთიერთობა საერთოდ გავიწყდებათ ერთმანეთი. ეხლა ჩემი გამოცდილებით რო გითხრათ, აი სოსო მოდის, ჯერ კიდევ არ მოსულა, 11 საათი იქნება უკვე. 11 საკლია 15. და ჯერ წამოსულიც არ არის სახლში. სოსო მოდის სადღაც 12-ზე. 12-მდე არასდროს არ მოდის, თუ მე ან ცუდად არა ვარ ან რაღაცა. სადღაც 12-ის წუთებზე მოდის ხოლმე, არა ის პირველის წუთებზე, 12-ზე პირველის წუთებზე. და ჭამს. კი, ძალიან ცუდია გვია რო ჭამს, მაგრამ ესეთი რიტმით ესე ჭამენ კაცები სამწუხაროდ. მიირთმევს და წვება. ჩვენ ვითომ ერთად ვართ ემიგრაციაში, მაგრამ ამ დროს არ ვართ. და ზოგიერთი ქალი ხო, აქ ბავშვებით რო არიან, ბავშვით რო არის, მისი ქმარი საერთოდ წასულია და 24 შვიდზე გზაზე დგას და 3 კვირაში ერთხელ, 4 კვირაში ერთხელ ნახულობს მის ოჯახს რამოდენიმე დღით, მაქსიმუმ 1 კვირით. აი ესენი კიდე უფრო ცუდ მდგომარეობაში არიან ვიდრე მე, იმიტომ რომ მე ახლა რამე რო გამიჭირდეს, დავურეკავ სოსოს და მაქსიმუმ 1 საათში სახლში იქნება. ამ გოგონებს და ამ დედებს რამე რო გაუჭირდეთ, ან თუ ყავთ მეგობრები და იმათ თუ ეცლებათ დაეხმარებიან, ანუ ესენი ჩემზე მეტად ექსტრემალურ სიტუაციაში აღმოჩნდებიან.
ხო და აი ესეთ ექსტრემალურ სიტუაციაში რომ იყო კარგი დედა ძალიან რთულია. ძალიან ძალიან ვცდილობ ხოლმე ყოველ დღე ჩემ თავს ვაძალებ რომ წარბი გავიკეთო, უბრალოდ ლაინერი მაინც წავისვა თვალზე, აი პროსტა ლაინერი მაინც წავისვა. თავი ვეცადო რომ ხშირად დავიბანო. ან ძალიან რეალობას ვყვები ახლა რა და დარწმუნებული ვარ ბევრი თქვენგანი თქვენ თავს ამოიცნობ. ყველაზე მეტად რა ენატრება დედას? საკუთარი თავი. აი რომ მკითხოთ დედას რა გენატრება? ვინ გენატრება? გეტყვის რომ საკუთარი თავი. ენატრება საკუთარი თავი, რომელიც იყო მანამდე სანამ გახდებოდა დედა. ოღონდ ამას იმიტომ კი არ გეტყვის რომ მისი შვილები არ უყვარს. აი გეტყვის რომ მუდმივად არა, უბრალოდ აი ცოტა ხნით ერთი დღით მაინც დაბრუნდეს ის გოგონა ან უბრალოდ დაიტოვოს ჩემი შვილები ვინმე, ხო, სანდო ადამიანმა და მე აი დილიდან საღამომდე კონკიასავით, ხო? გადავიქცე ისევ იმ გოგონად და არაფერი და არავინ არ მედარდებოდეს, გავიდე გარეთ, წავიდე საშოპინგოთ, წავიდე სასეირნოთ, წავიდე კინოში მეგობრებთან ერთად, არ მტკიოდეს მკერდი, რომ რძე მიდგება და უნდა მივიდე უცებ სახლში ან საწველი აპარატით რომ დარბის ბევრი ძალიან. შემეძლოს ალკოჰოლის დალევა ცოტათი მაინც, ხო? რაღაც მოდუნება და თავისუფლება აი ამ ბეჭებიდან, რომ აი ეს ზურგჩანთა რომ გადააგდოთ, წარმოიდგინე. მთელი დღე რო ატაროთ ერთი 5 კილოიანი, 5 კილოიანი 100 კილოიანი გახდება და ხალხი რო წლობით დედები ზიდავენ ამ ტვირთს, ხო? აი ამის ბეჭებიდან ესე გადაგდება და ამ სუბუქებას ნიშნავს ის თავისუფლება, თუნდაც ერთი დღით, რომ ვინმე მომცეს. ერთი დღით კი არა, სოსოსთვის მიხვეწნია, რომ გეხვეწები სანამ სამსახურში წახვალ, აი ყავას გავიკეთებ, წავალ, კარებს მივიხურავ ოთახში. ფანჯარასთან დავჯდები, დავლევ ამ ყავას და მერე წადი. რამდენჯერ ის ყავის დალევა 15 წუთი, ხო? რესტარტი იქნება მთელი დღის. მთელი დღის. აი ეს ყველაფერი გენატრება და ცუდ რაღაცებს არ ვამბობ. ვინც არ ახართ ახლა დედა და მიყურებთ, არ უნდა შეშინდეთ. არ კი არ უნდა შეშინდეთ, რეალობას თვალი უნდა გაუსწოროთ. თუ ყავს დამხმარე, ეს ყველაფერი, ეს სირთულეები ნახევრდება. თუ ნამუსიანი დედა ხარ, ნახევრდება და თუ უნამუსო ხარ, საერთოდ აირიდებ პასუხისმგებლობას თავიდან. მე ვიცი, ქალები ვისი შვილების დედებმა გაზარდეს და თვითონ ღამე ალხეინად იწვნენ და ეძინათ. ესეთი ქალებიც ვიცი. რომ დედები უზდიდნენ შვილებს. ხო და ეს ამას ქვია უნამუსო დედობა. მე არ მაქვს საუბარი, ვისაც ფინანსური საშუალება არ აქვს და უწევს, რომ ძალიანაც უნდა მის შვილის გვერდზე ყოფნა, მაგრამ უნდა იმუშაოს. ასეთ დედებზე საუბარი არა მაქვს. მე მაქვს ისეთ დედებზე საუბარი, რომლებსაც უძილობა არ უნდათ. იმიტომ რომ რაღაცა ისეთი ლამაზები ვეღარ იქნებიან, თავისი რუტინა უნდათ, თავისი ის უნდათ და აზრდევინებენ შვილებს, დედებს. გააჩენენ უბრალოდ, ჩააბარებენ, აჰა ბებია, შენი შვილი და გაზარდე. ხო, გინდოდათ შვილი. დიდი ბოდიში, მაგრამ ესეთი დედები ხართ უნამუსო დედები, იმიტომ რომ ინკუბატორი ხარ, ანუ გააჩინე და всё, ეგარი დედობა. დედა ხდები მაშინ, როცა იღებ პასუხისმგებლობებს და იმ პასუხისმგებლობებს პირნათლად ასრულებ. გტკივა კიდეც, გშია კიდეც, გეძინება კიდეც, ბანაობას ვერ ასწრებ, პირის დაბანას ვერ ასწრებ ზოგჯერ. აი როგორ აგიხსნათ, ყველანაირად იღლები, მაგრამ გიღირს. გიღირს ახლა სანამ გააჩენ, ამიტომ მანამდე უნდა დაფიქრდე. ეხლა ეს არის პატარა დღიურივით. ეს არის ჩემი თერაპია. მე ახლა ამ ყველაფერსაც ვსაუბრობ, შეიძლება რომ ზოგიერთმა თქვენგანმა გადამახვიეთ კიდეც არ მომისმინეთ, მაგრამ ეგ არ მაინტერესებს. ეს არის აქ ყველა მისმენს ტელეფონში ჩემი გადმოსახედიდან. მე ვსაუბრობ იქიდან, არავინ არ მაწყვეტინებს და ეს არის ჩემთვის თერაპია, იმიტომ რომ მე მჭირდება რომ ვიყო ჯანმრთელი მენტალურად. და არ ავირიო, იმიტომ რომ ჩემი მენტალური არევა აზიანებს ისე და ისევ ჩემ შვილებს. ასე რომ ძალიან ამ ერთის მხრივ მინდა რომ მალე შევიყვანო ლიზა ბაღში და აი ეს
მომეხსნას ცოტა ხანი ამოვისუნთქო, მაგრამ მეორეს მხრივ ვიცი რომ ბევრჯერ ვიტირებ და მომენატრება ლიზა ასეთი ასაკის, ლილე უკვე მენატრება ლიზას ასაკში როცა იყო, გენატრება, იმიტომ რომ წლები რო გადის არ გახსოვს რა, ასეთი სიმძაფრით აღარ გტკივა, ეს ყველაფერი დროებითია, მერე დაიძინებ კიდეც, გაიპრანჭები კიდეც ყველაფერი და მერე გენატრება და ოცნებობ, რომ ნეტა ეხლა 1-5 წუთით ჩამახუტა იმ პატარა ლიზასთან და იმ პატარა ლილესთან. ესე გიჟივით რო იქნებენ ფეხებს და გემრიელი სუნი რო აზრდით და ამ ყველაფერზე რო ვფიქრობ, მე ასმაგად მემატება ძალა ნებისყოფა მოთმინება, რომ ამ ჩვენს მდგომარეობას დედებმა უნდა გავუძლოთ. უნდა გავუძლოთ, იმიტომ რომ სამწუხაროდ რამდენადაც მწარია, იმდენად ტკბილი კი არა, იმაზე მილიონჯერ ტკბილია და ამის თქვენ ახსნა არ გჭირდებათ. და სამწუხაროდ ამ მომენტებს უკან აღარ დაგვიბრუნებენ, იმიტომ რომ ბევრჯერ წარმომიდგენია 10 წლის მერე, 15 წლის მერე ჩემი თავი და ჩემი შვილები, ბევრჯერ და წარია ცოტათი, რომ აი ესეთი პაწუები რო აღარ იქნებიან. ღმერთმა გაზარდოს ყველას შვილი, ჯამრთელი, კეთილშობილი ადამიანი. დანარჩენი ყველაფერი იქნება ისწავლიან, ჩააბარებენ, რა პროფესიას აირჩევენ. არ მაინტერესებს იმდენად, რამდენადაც მაინტერესებს მათი კეთილშობილება და ადამიანობა და ჯამრთელობა. ეს არის ჩემთვის უპირველესი ადამიანში, რომ ადამიანი მხოლოდ ანატომიურად არ არის ადამიანი. ჩემთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რომ ადამიანი იყოს კეთილშობილი, ჯამრთელი და ადამიანი რა. აუხთხილდით ამ წუთებს, ამას თქვენს გეუბნებით, მაგრამ ჩემ თავს ვეუბნები პირველ რიგში. გაუხთხილდით ამ წუთებს, ამ მომენტს და ისიამოვნეთ, დაატკბით თქვენი პატარა შვილებით, რომლებიც არც ღამე გასვენებენ და არც დღე, თუმცა დატკბით რა, იმიტომ რომ ეს მომენტები ძალიან სწრაფად გაივლის, ძალიან სწრაფად. ბევრი რაღაცა ავალია დედას და ცოლს ოჯახში. ეს კარგად დაიმახსოვრეთ, სანამ გათხოვდებით, სანამ ოჯახს შექმნით. ბევრი რამ გავალია, ბევრ რამეში ხარ ვალდებული და ოჯახის კეთილდღეობა ფინანსური, მორალური, ყველანაირი აბსოლუტურად დედაშვილური, ცოლქმრული, ღერძი ოჯახის არის ქალი. ქალი თუა მოდუნებული, ქალი თუა პესიმისტი, ქალი თუა ზარმაცი, მაგათი ოჯახის საქმეც ყველაფერი მიდის. ამიტომ უნდა იყოთ მიმწოლები და მებრძოლები. ეს ყველა ქალს არ შეუძლია, ვიღაცა სადღაც ნებდება, ვიღაცას აქ ენთება, როგორც მე მაგ ანთებული. მაგრამ ყოველდღე მუშაობს საკუთარ თავზე. ყოველდღე სახლში ჩაკეტვა აგიჟებს ადამიანს. ეს ჩემგან დაიმახსოვრეთ და თქვენს დამეთანხმებით დარწმუნებული ვარ, სახლში როცა იკეტები, ძალიან ბევრი ცუდი ფიქრი მოდის. ძალიან ისტრესები, ის სახლი გიჭერს, იცის ჩათრევა, აი მიყოლებით ერთი კვირა რო სახლიდან არ გახვიდე, მერე უკვე ეჯაჭვები სახლს და შენთვის გარე სივრცე არის დისკომფორტი. მე მქონდა ესე. ეხლა მაგალითად ეხლა ლილეს არ დადეგები რო ქონოდა ამ ზაფხულს. მე ისევ ჩავიკეტებოდი. მე after school-ი, summer school-ი ეხლა იმიტომ ვეცადე რომ მოხვედრილიყო, რომ თავისთვისაც რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემ თავზეც ვიფიქრე, რომ არ ჩავკეტილიყავი სახლში. მე სიცხეს ვერ ვიტან, მით უმეტეს, მე ზაფხული მეზიზღება, მე ცუდად ვხდები. კარა რომ პროსტა მცხელა, მე ცუდად ვხდები სიცხეში. შეიძლება გონება დავუკარგო სატვი, არ შემიძლია. და თან აქ ისეთი სიცხე იცის, რომ საქართველოს სიცხეს არც უნდა შეადაროთ, ანუ გაასმაგებულად მეტად ტენიანი, საზიზღარი სიცხე იცის. არ შემიძლია ავად შეიძლება გავხდე ქუჩაში. უკვე როგორც სიარული არ შემიძლია. აი ყველანაირად არის საშინელება. მე ძალიან სიცხეში ლილეს ვერც შაშანაც ვერ გამომყავდა. სოსოს გამოყავდა, რომ მე ქუჩაში არ წავქცეულიყავ. მაგრამ მაინც შევიყვანე, რომ არ ჩავიკეტო სახლში. გარეთ გასვლა რო დავიწყე, სკოლა რო დაეწყო ხო ლილეს.
არ დადეგების მერე ან რაღაცა იმდენად დისკომფორტი მქონდა გარეთ გასვლისას, რომ ერთი სული მქონდა მისულიყავი სკოლაში გამომეყვანა ლილე, რომ აი ისევ ამ ჩემი კომფორტის ზონაში დაუბრუნებულიყავი. არა და ეს კომფორტის ზონა კი არა, ეს არის შენ თავის მტერი ხარ. შენ კი გონია რომ ხა შენ კომფორტულად ხარ სახლში, მაგრამ ამ დროს შენ უპავ შენ თავს. ჩემი გამოცდილებით გეუბნებით ამას. მე მინდა რომ გაგიზიაროთ, რომ თქვენც იგივე არ დაგემართოთ ხალხო. როგორც კი იგრძნობ, რომ შენთვის გარე სამყარო არის დისკომფორტი, ესე იგი შენ უკვე გჭირდება დახმარება. საკუთარ თავზე შენვე უნდა იმუშაო და ხშირად უნდა გახვიდე გარეთ და გაახსენო ტვინს, რომ ეს ნორმალურია. ანუ გარეთ გასვლა და სეირნობა, გარეთ გასვლა მაღაზიაში პურზე უბრალოდ ბავშვთან ერთად. ხო, ყველა დედა ვფიქრობთ, რომ აუ კი, კარგი იქნებოდა გარეთ გასვლა, მაგრამ ბავშვთან ერთად აუ რა გავა. ეს მომენტები მეც მაქვს. მეც მქონია და დღესაც მაქვს ხოლმე, რომ აუ ლიზასთან ერთად რა წავა, თუმცა ლიზა არის უწყნარესი ბავშვი. ლიზა არ არის ესეთი ბავშვი, რომ გაიხიოს ქუჩაში, რომ იტიროს, ხელში არ გაჩერდეს. არ არის ეგეთი ბავშვი, წყნარი ბავშვია ძალიან. ტირალა ბავშვი არ ყოფილა არასდროს. მილიონში ერთხელ თუ იტირებდა მართლა, ლილე იყო მტირალა ბავშვი, ლიზა არა. მაგრამ მაინც გეზარება, აი ამ ბავშვის თხრევა, აი ამ კალიასკის რო ფიქრობ, აუ იმ კალიასკას რა წყობს, მე რა მოათრევს კიბეებზე. აი ამ ყველაფერზე ფიქრობ. იმაზე კი არ ფიქრობ, რომ აი გავალ და გამნიავდები და რაღაც გარემოს ვნახავ და იქ მაღაზიაში გავივლი. ამას არ ფიქრობ. ამიტომ გზლად გამომივიდა საუბარი, მაგრამ იმედია მომისმინეთ, რომ არ ჩაიკეტოთ სახლში, თორემ ძალიან ცუდად იგრძნობთ თავს. ტვინი აგერევათ რა, აზროვნება აგერევათ, მოუთმენლები გახდებით, კონფლიქტურები გახდებით და ასე შემდეგ. შვილი როცა გაგიჩნდებათ, არ ჩაიკეტოთ. მაქსიმალურად ეცადეთ, რომ გახვიდეთ გარეთ. არ აქვს მნიშვნელობა რაზე. ფულს არ დაელოდოთ და იმას რა ქვია. მანდამაინ შოპინგს. ყველანაირ ვითარებაში გადით გარეთ. მე სამწუხაროდ, როცა უკვე ვიგრძენი, რომ ცუდად იყო ჩემი საქმე, მაშინ მივხვდი ამ ყველაფერს. მანამდე ვერ. წავალ დავამონტაჟებ, თორე ძალიან გვიან მომიწევს მე მონტაჟი. კოცნით მიყვარხართ ძალიან. და ყოველთვის ვეცდები, რომ მოგცეთ мотиваცია და მაქსიმალურად ნაკლები დოზით ვიყო თქვენთან. უხასიათოთ პესიმისტურ განწყობაზე, ხელჩაქნეული და ასე შემდეგ. ყველანაირად ვეცდები რა, რომ თქვენთან მოვიდე იმ მიზნით, რომ თქვენ მოგცეთ мотиваცია და თქვენ კიდე მე კომენტარებით მაძლევთ мотиваციას, ეს იცოდეთ ყოველთვის. თქვენ იცით კარგად, რომ მე თქვენს კომენტარებს ყოველთვის ვკითხულობ, ყოველთვის ვაგულებ და საჭიროების შემთხვევაში ყოველთვის პასუხობ. გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ ვიდეო, გააქტიურეთ გთხოვთ ზარის ღილაკი, იმიტომ რომ ლაივებს ხშირად ვთავ და იქაც მჭირდება თქვენი მხარდაჭერა. გამოიყენეთ სენგს ღილაკი, თუ ვინმეს გიჩანთ ვიდეოს ქვეშ და გადმოდით ინსტაგრამზე, ლინკი აღწერაშია დატოვებული. კოცნით და ეძებეთ თუნდაც აი ამ ხილა მიზეზები რომ იყოთ ბედნიერები. ეძებეთ. არასდროს არ მოდუნდეთ და ხელი არ ჩაიქნიოთ ცხოვრებაზე, მანამ სანამ ხართ ცოცხლები და ვართ ცოცხლები. დროებით და შემდეგ შეხვედრამდე.